მილიონობით ადამიანი დილას იწყებს ლიმნიანი წყალით. ზოგისთვის ეს არის ორგანიზმის დეტოქსი, რომ გაწმინდოს ორგანიზმი ტოქსინებისგან. ზოგისთვის წონაში კლების საშუალება, ზოგისთვის გრიპი და გაცივებისგან დაცვა და ზოგისთვის სიმსივნის მკურნალობა იმ იმედით, რომ ლიმნიანი წყალი სისხლს გაატუტიანებს და სინამდვილეში სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. ამაზე ვისაუბრებთ, რას აკეთებს სინამდვილეში ლიმნიანი წყალი და რას არ აკეთებს, რა არის ოპტიმალური დოზა და რა არის უსაფრთხო დოზა ჩვენთვის. პირველი იდეა, რომ ლიმნიანი წყალი რაღაც გამორჩეულია, მოდის იქიდან, რომ ასეთი თეორია შეიქმნა, რომლის მიხედვითაც საკვები იყოფა ორ დიდ ნაწილად, ორ დიდ ჯგუფად. საკვები, რომელიც ტოვებს მჟავას ფერფლს და საკვები, რომელიც ტოვებს ტუტე ფერფლს. ეხლა როგორ გავიგოთ ეს? აზრი ის არის, რომ საკვების ნაწილი ჩვენ ორგანიზმში მჟავის ნაწილაკებს ან მჟავის წინამორბედებს ტოვებს, მოკლედ, მაგალითად ფოსფორს და ზოგიერთი, მაგალითად ხილი და ბოსტნეული, ტოვებს ტუტისას, მაგალითად კალციუმი, მაგნიუმი და ასე. და მიუხედავად იმისა, რომ ლიმონი არის მჟავე, ეს მიეკუთვნება იმ კატეგორია საკვებს, რომელიც ტუტის კვალს ტოვებს ჩვენს ორგანიზმში. აქედან გამომდინარეობდა მთელი თეორია ამაზე აიგო, მოკლედ, რომ თუ კი ლიმონი ტუტოვანი თვისება აქვს და მეორეს მხრივ ვიცით, რომ სიმსივნეები ტუტე გარემოში კარგად ვერ მრავლდებიან, ან თაგვებზე ჩატარებული ცვლილებიდან ვიცით ეს ამბავი. მაშინ ლოგიკა არის ესეთი, რომ თუ მივიღებთ საკმარისი რაოდენობით ლიმონს, ის გაატუტიანებს ჩვენ ორგანიზმს და სიმსივნეები ვერ გაიზრდება. რამდენი მართალია ეს? ახლა რაშია საქმე? ლიმონი ნამდვილად მჟავია, ლიმონიან წყალს რო ვსვავთ, ნამდვილად გადადის სისხლში, სისხლში გადადის მნიშვნელოვნად ციტრის მჟავა, რომელიც არ არის ბევრი. ეს ციტრის მჟავა გადის, სხვა ბიოქიმიურ რეაქციებს და ჩვენს მთავარი ის არის, რომ წარმოქმნის მცირე რაოდენობით ბიკარბონატებს, ციტრის მარილებს და წყალს და ნახშირორჟანგს. წყალი გამოიყოფა შარდის სახით, ნახშირორჟანგს ამოვისურვებთ, ციტრის მარილები გამოიყოფა შარდში, ბიკარბონატიც გადადის შარდში დიდი რაოდენობით. ახლა კითხვა მთავარი რაში მდგომარეობს, რომ ეს ატუტიანებს სისხლს თუ არ ატუტიანებს? ანუ ტუტეს ქმნის, ტუტესკენ გადაყავს სისხლი თუ არა? არა. ლიმონს მით უმეტეს ნახევარ, როგორია ხოლმე რეჟიმი არის ესეთი. ნახევარ ლიმონს ჩააწურავენ წყალში, წყალი უნდა იყოს ან თბილი, ნელთბილი, ზოგისთვის ცხელი, ზოგისთვის ცივი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. რამდენი კომფორტული იქნება თქვენთვის უბრალოდ, თორე სხვა მხრობა ბიოქიმიურად არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ. და ეს ნახევარი ლიმონი დაახლოებით არის 1 გრამი ციტრის მჟავა. ხო, ეს არის ძალიან დაბალი დოზა იმისთვის, რომ pH-ი შეცვალოს სისხლში. სისხლი გაატუტიანოს არა, ამას ვერ აკეთებს. მინიმალურად აკეთებს, რომ შარდს ატუტიანებს ნამდვილად, ამას ნამდვილად აკეთებს. შარდს ატუტიანებს ცოტათი, რამდენიმე საათით ძალიან ცოტათი. მნიშვნელოვნად არა. მაგრამ შესამჩნევად და დაკვირვება დად. ასევე ეს ციტრის მარილები, რომელიც შარდში გადადის, უკავშირდება კალციუმს და კალციუმს რო უკავშირდება, ეს კალციუმი ვეღარ უკავშირდება ოქსალატებს და ვეღარ წარმოქმნის კენჭებს. ამიტომ, რასაც მართლა აკეთებს ლიმონი, ბევრ ლიმონს თუ ჭამს ადამიანი და ლიმნიანი წყალი მინიმალურად აკეთებს, მაგრამ ცოტათი. არის რომ კალციუმის კენჭების განვითარების რისკს ამცირებს. რამდენად ძალიან ამცირებს? ცოტათი, ძალიან არა. მაგრამ ეს ცოტაც მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით რეჟიმი არის ესეთი, რომ 60 მილილიტრი ლიმნის წვენი დღეში ორჯერ რომ დალიო. 60 მილილიტრი არის დაახლოებით თითო ლიმონი რომ გაწურო. დაახლოებით ეგაა 60 მილილიტრი ერთი ლიმონი. გაჩნია კიდე ზომას რა თქმა უნდა ლიმნისას.
და ის რომ დილით ადამიანი იღებს ლიმნიან წყალს, როგორც წესი, არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ შესამჩნევი ეფექტი იყოს თირკმლის კენჭებისთვის, თირკმლის კენჭებს ვერ აპატარავებს, მაგაზე არ არის, მაგრამ მის წარმოქმნას ნამდვილად შეიძლება შეუშალოს ხელი, განსაკუთრებით თუ დღეში ორჯერ მიიღებს ადამიანი ლიმნიან წყალს. ოღონდ ეს მკურნალობა არ არის ისეთი ეფექტური, როგორც სწავლებით მკურნალობა. იგივე კალიუმის ციტრატი არის პრეპარატი, რომელიც ინიშნება ამ დროს, რომელიც მიიღება ამ დროს, რომელიც ბევრად ეფექტურია ვიდრე ლიმონი მოკლედ. ანუ ლიმნიან წყალს აქვს ეფექტი, ნამდვილად ის რომ თირკმელში კალციუმის ოქსალატების, კენჭების განვითარების რისკი შემცირს. ეხლა შემდეგი მტკიცებულება რაც ამბობენ ხოლმე, რომ ლიმონი ატუტიანებს კუჭს. ეს საერთოდ მცდარია. ლიმონი არის მჟავა არის და ეს მჟავა ემატება კუჭის მჟავას, კუჭის მჟავიანობა 1-დან 2-მდე ვთქვათ. ხშირად 2 რა. ლიმნის მჟავიანობა არის ცოტა მეტი და ლიმონწყლის მჟავიანობა არის 4 ქვევით რა. მჟავად ითვლება ეგეც მნიშვნელოვანი მჟავად, იმდენად მნიშვნელოვანი მჟავად, რომ კბილები შეუძლია დააზიანოს. ამიტომ ლიმნიან წყალს როცა მიიღებ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, 30 წუთის განმავლობაში მინიმუმ, კბილები არ უნდა გაიხეხოთ, რომ ემალს აღდგენის საშუალება და დრო მისცეთ. ეხლა რო ჩადის ეს მჟავა, ჩადის კუჭში, ხდება მჟავა. არაფერი არ ხდება, უბრალოდ მჟავა ერევა მჟავას, მეტი არაფერი. ის რომ მჟავე გემოაქვს ლიმონს და შეიძლება დაასტიმულიროს კუჭის მჟავის გამოყოფაც, ნაღლის მჟავების გამოყოფაც და ნერწვის გამოყოფაც. ეს შესაძლებელია. ზოგი ადამიანი ამას აღიქვას როგორც საწმისმომნელებელი სისტემის გაუმჯობესებული მოქმედება. რეალობაში იმ ადამიანებს მაგალითად ვისაც აქვს რეფლუქსი, ან მჟავიანობა ვისაც აქვს და ვისაც გულზმარვა აქვს, იმათთვის პირიქით არის. ანუ ეს გააქტიურება საწმისმომნელებელი სისტემის ლიმონი იწვევს და თვითონაც მჟავია. პირიქით აღიზიანებს და აუარესებს ამ მჟავიანობას და გულზმარვას უარესებს გულზმარვას. აქვე, ვისაც გულზმარვა უარესდება ლიმნიანი წყალის დალევაზე, ჯობია ლიმნიანი წყალის დალევას თავი დაანებოს. ესეთი რეკომენდაცია არსებობს. ახლა შემდეგი აზრი ლიმნის შესახებ არის, რომ ლიმნიანი წყალი დეტოქს აკეთებს ჩვენი ორგანიზმის. ეს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ცდარი, იმიტომ რომ დეტოქს აკეთებს ჩვენი ორი ორგანო, ეს არის ღვიძლი და ეს არის თირკმელები. ჩვენ დეტოქსის 99%-ს აკეთებენ ეგენი. დეტოქს როცა ვამბობთ, გულისხმობთ ტოქსინებისგან გაწმენდას ორგანიზმის. ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა შეიძლება იყოს წამლებს, რასაც იღებს, ძიმე მეტალები, ნივთიერებები, მავნე პროდუქტები, დაშლის პროდუქტები, რაც ცხოველ მოქმედების შედეგად გამოიყოფა ტოქსინები, რომელსაც გამოყოფენ შეიძლება უჯრედები, მიკრობები და ასე შემდეგ. დეტოქსიდან წარმატებით არქმევს თავს მოკლედ თირკმელები და ღვიძლი. საუბარია იმაზე, რომ თუ ეხმარება თუ არა ღვიძლს, მნიშვნელოვნად არ ეხმარება. ისე რომ რაღაც გაზომვადად გაუმჯობესოს ან ღვიძლის ფუნქცია, ან თირკმელების ფუნქცია, ასე არ აკეთებს. თეორიაში, რა თქმა უნდა, ის რომ C ვიტამინი ლიმონი რა არის? ლიმონი C ვიტამინი და ციტრის მჟავა არის, ეს ორი მთავარი კომპონენტი აქვს, მთავარი მოთამაშე. ხო, კი, C ვიტამინი ანტიოქსიდანტია ზოგადად და ოქსიდაციური სტრესის განიცავს უჯრედებს, მაგრამ ის დოზა, რასაც ლიმნიანი წყალით ვიღებთ, როგორც წესი, არ არის საკმარისი. ის დოზა არის როგორც წესი დაბალი. ერთი ლიმონი დაახლოებით 15-20 მილიგრამ C ვიტამინს შეიცავს, რაც არის ცოტა. ადამიანს ჭირდება დაახლოებით 70-80 გაში ადამიანს საშუალოდ დღიურად და ანუ დღიური დოზის რაღაცა მე-5-მე-4-ს იღებს ადამიანი აი ამ ლიმნიანი წყალისგან. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. და დეტოქსზე საუბარი ზედმეტია, ანუ ის რომ რამეს კონკრეტულად წმინდავდეს, ასე არ აკეთებს და ვერ აკეთებს. არის ესეთი აზრი კიდე, რომ ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციას ახდენს ლიმნიანი წყალი და ადამიანი ადვილად იკლებს წონაში. ეხლა ეს როგორ არის? თეორიულად ეგრეა კი. თეორიულად C ვიტამინი აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების ოქსიდაციისთვის, ფერმენტულ რეაქციებში მონაწილეობს
და მნიშვნელოვანია. მაგრამ პრაქტიკულად ასე არ არის. ადამიანს გონია რომ რაგი ცხიმის წვაში მონაწილეობს რაღაცა მეტ ლიმონს შევჭამ, მეტი ცხიმის წვა იქნება. არ ხდება ესე არ არის. მეორეს მხრივ ადამიანს გონია ასე რომ მეტაბოლიზმი ჩქარდება. თუ კი მაგალითად მეტი ნერვი გამოიყოფა, ნახვის მჟავი გამოიყოფა, კუჭის მჟავა გამოიყოფა და საწვავ ნერვული სისტემა აქტიურდება, მეტაბოლიზმს აჩქარებს ეს. ასეც არ არის, წონაში კლების გაგებით ესე არ არის. მაგრამ რასაც აკეთებს ლიმინიანი წყალი? არის ის რაც აკეთებს წყალი. მაგალითად, კვლევით არის დადასტურებული, რომ თუ კი 9 ლიტრი წყალს დალევ ჭამის წინ, მათ შეგიმცირებს, იმიტომ რომ კუჭის კედელს გაწელავს და შენ გექნება ნაკლოვანების განცდა. ანუ ეს ტვინში სიგნალს გააგზავნის, რომ რაღაც საჭმელი მივიღე, სრულ სიგნალს რა თქმა უნდა და მაინც ნაკლოვანების განცდა გაქვს კმაყოფილების და ნაკლებ საჭმელს შეჭამ. და ამით წონაში დაიკლებ. ამას აკეთებს, მაგრამ ეს არ არის ლიმინიანი წყალის ეფექტი, ეს არის წყლის ეფექტი. ანუ წყალი აქ მხარეს რომ იყოს 300 მილილიტრი ლიმინიანი წყალი, აქ მხარეს რომ იყოს 9 ლიტრა უბრალოდ წყალი. რა თქმა უნდა 9 ლიტრა უბრალოდ წყალს უკეთესი შედეგი ექნება ამ კუთხით. ამიტომ ეს ლიმინიანი წყალს მიაწერო თავის მოტყუება, ეს არის ლიმინიანი წყალის ეფექტი. და აქვე მინდა ძალიან მკვეთრად გავაკეთო განცხადება იმაზე, რომ ამბობენ სიმსივნის საწინააღმდეგო გამატუტიანებელი. ჯერ ერთი რომ ვისაუბრეთ ამაზე, რომ არატუტიანებს სისხლს იმდენად, რომ რამე გააკეთოს. მეორეც ეს ერთი რომ ასეთი საუბრები, რომ რაღაც ლიმონს ან სოდას შეუძლია რომ სიმსივნე გააქროს, ან შეამციროს, ან რაღაც ესეთი არის ცრუ და მცდარი წარმოდგენის შექმნა ადამიანებში, რომ შეიძლება თურმე რომ რეალური მკურნალობის გარეშე რაღაცით სიმსივნე გააქრო. ხო, ან სოდით, ან ლიმნით, ან რაღაცა. ასე არ ხდება, ასე არ არის, ეს არის ტყუილი. ერთმა დამიწერა, ანუ რაც დამრჩა ძალიან ფიქრში, ეგ იყო რომ დამიწერა ერთმა ადამიანმა, რომ ანუ კედის სიმსივნე მაქვს და სვამ იმასო სოდიან წყალს სვავდიო და ისო ნაწიბურები გაიკეთა გარშემო სიმსივნემო დაპატარავდაო და ექიმების გაოცებული იყვნენ და ესო სოდიანი წყლის დამსახურებაო. ხო, ეს არის ძალიან დიდი ყუილი. ანუ ყუილი კი არ ვამბობ რომ ეს ადამიანი იტყვება, არა, ეს ადამიანი არ იტყვება. ანუ ამ ადამიანმა შეიძლება მართლა სოდა დალია, მართლა დაემთხვა რომ სიმსივნე დაპატარავდა და მიაწერა ეს რომ სოდას ასე. ანუ არა, არ დასტურდება ეს რომ მოწმდება ბევრი კვლევებით, რომ ადამიანები რომელსაც აქვს სიმსივნე სვავენ სოდიან წყალს, არ შველით. და რატომ ხო? ან თქვენ თვითონვეც კი ან ვინც ეს ადამიანი ვინც ეს მოყვა, თქვა რომ მე რომ ის სიმსივნის ამოვიჭერი კიდევაცო და ეს სხივების გავიკეთეო, ან ქიმიოთ გავიკეთეო და მაშინ რატო გაიკეთა? ან თუ კი პატარავდებოდა, თუ კი სიმსივნე ქრებოდა, რატო გაიკეთა, ხო? იმიტომ რომ სიმსივნე კი არ პატარავდებოდა, ქრებოდა, არამედ სიმსივნე გაიზრდებოდა. იმ სოდიანი წყლის მიუხედავად. ასევე ლიმინიან წყალზეც. ამიტომ თავი არ მოიტყუოთ ხოლმე, ანუ ყოველთვის ჯობია რომ სიმართლეს ადამიანს თვალში ჩახედოს და რაც არის ამ მომენტში საუკეთესო სამედიცინო კუთხით საუკეთესო მკურნალობა, ის მკურნალობა უნდა მიიღოს და ჩაიტაროს ადამიანმა. დამხმარეთ, კი, რაც გინდა, ანუ შენ თუ ფიზიკური კომფორტისთვის, ფსიქოლოგიური კომფორტისთვის თუ დაგეხმარება რომ ლიმინიანი წყალი დილაობით მიიღო იმ რწმენით რომ ეს თქვათ რაღაც ან სიმსივნეს დაეხმარება ან რაღაცა შეიძლება როგორც დამატებითი, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ეს არის დამატებითი და ეს არ არის ძირითადი მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. არის კიდევ იდეა, რომ სისხლის გლუკოზის დონეს ასტაბილურებს ლიმინიანი წყალი, ხო, ეს ცოტა მის კონცეფცია ნახევრად მცდარია, რაღაცა სიმართლის მარცვალი არის. სიმართლის მარცვალი ახლა მანდრა არის, რომ ლიმინიანი წყალი, როცა ეს ლიმონი რო მჟავია, ამილაზას სინთეზი შეიძლება შეამციროს ნერწყში და სახამებლის მონელება შეანელოს. და ამიტომ თუ კი მაგალითად პურის თეთრ ქვილით გაკეთებულ რაღაცებს ჭამ, მაგ დროს თუ დალევ ლიმინიან წყალს, კონცენტრირებულ ან ლიმინის წვენს, შეამცირებს მის შაქრად გადაქცევას. ცოტათი. ნიშნავდა ძალიან არა, მაგრამ დაკვირვებადან შეამცირებს. რაც კარგია, რა თქმა უნდა.
ხო, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რა თქმა უნდა, რომ ამის გამო ან დიაბეტის მკურნალობაზე ადამიანმა უარი თქვას, ან ამის იმედად იყოს, რომ დიაბეტს მართავ ამით, არა, დიაბეტს ამით ვერ მართავთ, მაგრამ როგორც დამხმარე საშუალება სახამბლიანი საკვების ჭამის დროს, შესაძლებელია მისი გამოყენება, როგორც დამხმარე საშუალება. არის კიდე რომ კოლაგენის სინთეზს აუმჯობესებს და კანის ახალგაზრდობას ხო, ანუ C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, მაგრამ ეს არის ანუ დაბალი დოზები და კოლაგენი უფრო აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის ამ შემთხვევაში შესაბამისად გაზომვადი ეფექტი რაღაც ლიმნიანი წყალი და ახალგაზრდობა მინჭოს კანს ეგეთი არ არის, არ არსებობს ეგეთი. თუ კი ადამიანი კოლაგენსაც იღებს საკმარისი რაოდენობით, C ვიტამინსაც იღებს საკმარისი რაოდენობით, კი ეს კანზე მოქმედებს დადებითად, მაგრამ ის რომ ნახევარი ლიმონის იმედად იყო, ესე არ არის. რისთვის არის ახლა ეს ლიმნიანი წყალი? ძალიან კაი რიტუალია. ანუ თუ კი შენ ზოგადად წყლის დალევა გეზარება და ეს ლიმნიანი წყალი გემოს აძლევს ლიმონს და ადვილი დასალევი ხდება და დილაობით და ისეაც საკმარisi წყალს არ იღებს, კაი რიტუალია. ანუ კარგი რიტუალია, მცირე C ვიტამინსაც იღებს, მცირე ანტიოქსიდანტებსაც იღებს, მცირე ციტრის მჟავასაც იღებს, რაც ცუდი არ არის, კარგია თირკმელებისთვისაც. ჯამში ასე რომ შევხედოთ, ხო? უფრო პოზიტიური მოვლენა, ვიდრე ნეგატიური, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ შევხედავთ როგორც რომ რაღაც კონკრეტული დაავადებას უმკურნალოთ, რომელიც ესე არ არის და ამას ვერ აკეთებს და ეს უნდა გქონდეს უბრალოდ გააზრებული. რა არის ოპტიმალური ლიმონის მიღება? ძირითადად არის ხოლმე რომ ნახევარი ლიმონი 200 ან 300 მილილიტრ წყალში გახსნილი დალიო, ჯობია დალიო საწრუბით, იმისთვის რომ კბილებთან ნაკლები კონტაქტი გქონდეს. თუ გაგიღიზიანებს საყლაპავს და გულზმარის სიმპტომები გექნება, აღარ დალიო. ეგ არის. ზოგჯერ შესაძლებელია რომ დალიო დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ როცა სახამებლიან საკვებს ჭამ. სახამებლიანი საკვები არის პურეულობა და ეგეთი პურეული კარტოფილი, ეგეთი რაღაცები. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, ვისაც გაქვთ სურვილი დონაციების აღწერაში მაქვს ანგარიშის ნომრები, ვისაც დონაციას პლუს შეკითხვები გაქვთ და ჩაკითხვა გინდათ ჩემთან რაღაც დეტალების გავლა, ამისთვის მაქვს პატრეონის ლინკიც მაქვს აღწერაში მითითებული. ხო, ყველას მადლობა პირველ რიგში, ვინც ამ დონაციებსაც აკეთებს და პატრეონის ჩემ გამოწვევებსაც მადლობა ყველას. და ვისაც უბრალოდ მხარდაჭერის გამოხატვა გინდათ, დალაიქეთ, დაკომენტარეთ, გააშიარეთ, მოიწონეთ არხი. ესეც ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა თქვენი მხრიდან. YouTube-ის ალგორითმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.